დილიდან ხმაური იყო 9 აპრილის მემორიალთან სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიწყება. აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე გაათენეს ადგილზე მოქალაქეებს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეა. ადგილზე იმყოფებიან ამ დრომდე აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებიც. პერიოდულად მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები. მემორიალი დილიდან ყვავილებით შემკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩება პოლიცია. ჩემი ერთადერთი განწყობა და მიზანი არის რომ აქ არ მოვიდეს არც ერთ ხელისუფლების წარმომადგენელი თქვენ ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც უნდა პატივის მიგება მემორიალთან ჩემი მხრიდან არ არის პრობლემა არ აქვს მინყვები იქა ვიქამდე ვერ მივედი და ყვავილები ვერ დავაწყე ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ 90-იან წლებში წლების 9 აპრილის მონაწილეობა და ყვავილები ვერ მივიტანე იქიდან პროტესტები და რა თქმა უნდა პროტესტები როცა გაპროტესტებული იყო ეშვილო მომისმინებდი თავისუფლება ჩვენმა თაობამ მოიტანა ამას ნუ უარყოფ და ნუ გადაგისვა არავის არ ვისურვდები ადამიანები მაგრამ გული წყდება ჩვენი შვილის ტოლები არ მიშვებენ რომ მისვალებული სულებს მე როგორც ადამიანი მოვედი 9 აპრილის მემორიალზე ჩემს მეგობრებთან ერთად არა როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი ერთი წამით რა გეხოცები პოპულისტი ხარ და თამაშობ რა არა ვარ პოპულისტი ერთ-ერთი ვინ ვისეუბრები არც ვისეუბრები არჩვენია ამათ თუ გონიათ რომ ვინმეს ამათი ეშინია ძალიან ცდებია 9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადო და მე როდესაც მოვდივარ მოქალაქე და მინდა რომ აი ეს მემორიალი შევამკო ყვავილები და სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ იფურთხებიან იგინებიან უზრდელობენ 1000 სიბინძურეს კადრულობენ ამაზე დიდი სირცხვილი არაფერი ეს არის ჩემი გზა ეს არის ჩემი სიცხლის საპარებული 9 აპრილი გაიციეთ აქ ბიჭო მოხუცი
ჩვენი სტუდენტები ვარ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის იბრძოდა. არ ვიშვებდნენ, ყვავილები მომქონდა და უბრალოდ არ ვიშვებდნენ. ეს კითხვაზე განგვეცი პასუხი და შეგეშვი. განიცანიშვილი. გიორგი სტეპანოვი. ხო. რუსეთი იმპერია თუ არა? ხო, გისმენ ქალბატონო. შენ ამ კითხვას იცი ვისვა? გისმენ, ვისაც მე ერთი წუთი ვალაპარაკე. მე ამ კითხვას ვისვამს ის ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის. მე კი რუსეთს ვებრძოდი. გაუნათლებლობა თქვენი მტერი საქართველოსი, გაუნათლებლობა, ხო? მიიღე პასუხი.